ოკეი, ჟურნალს სამი ამოცანა აქვს: სტატიების რეცენზირება, ყდის დიზაინის დამტკიცება და ხელშეკრულების გაფორმება. ცნობილია, რომ შემდეგი პირობები აუცილებლად სრულდება. ჟურნალს სტატიების რეცენზირებასა და ყდის დიზაინის დამტკიცებაზე ვალდებულება აქვს აღებული, რის გამოც ამ ორიდან ერთი მაინც აუცილებლად სრულდება. ესე იგი, ამ ორიდან საუბარია ჟურნალის სტატიების რეცენზირებასა და ყდის დიზაინის დამტკიცებაზე. ამ ორიდან ერთი აუცილებლად სრულდება, ერთი მაინც. ხო, შეიძლება ორივე შესრულდეს, მაგრამ ისეთი შემთხვევა, რომ არც ერთი არ შესრულდეს, დაუშვებელია. ბეჭდვის ხელშეკრულების გაფორმებასა და ყდის დიზაინის დამტკიცებას თანახავს გარკვეული სირთულეები, რის გამოც ერთს მაინც ვერ შეძლებს. ასე იგი, ამ ორიდან უკვე არჩევანი უნდა გავაკეთოთ რომელიმე ერთის სასარგებლოდ. ან არც ერთი არ უნდა შესრულდეს რა, მაგრამ ერთს მაინც ვერ შეძლებს, ნიშნავს იმას, რომ აი ორივე არ შეიძლება. ესე იგი, პირველი პირობა მარტივად რომ გავიაზროთ, ესე იგი, ამ წყვილიდან პირველ პირობაში რაც წერია, ხო? ესე იგი, ერთი მაინც უნდა იყოს, ერთს მაინც აუცილებლად და მეორე პირობაში რაც წერია, ერთს მაინც ვერ შეასრულებს, ესე იგი, ერთი მაინც კი, ერთი მაინც არა. ეს შეგვიძლია ესე გავიაზროთ, ხო? ერთი მაინც კი და ერთი მაინც არა. ჩამოთვლილთაგან რომელი დასკვნა სწორიო? ესე იგი, ბეჭდვის ხელშეკრულება ვერ გაფორმდება. რატომ? მაგალითად, ჩვენ ახლა ბეჭდვის ხელშეკრულება რომ გავაფორმოთ, ну, ამ პირობებში ყდის დიზაინზე ვთქვათ უარი. ყდის დიზაინზე უარი და ჟურნალის სტატიებიც გავაკეთოთ, ну, იდეაში ჟურნალის სტატიების რეცენზირებაც გავაკეთოთ, იდეაში ყველა პირობა სრულდება. ამიტომ აპასუხი არ არის სწორი. სტატიების რეცენზირება აუცილებლად შესრულდება. სტატიების რეცენზირებაზე რომ ვთქვათ უარი, თუ არის შესაძლებელი? კი. ყდის დიზაინს დავამტკიცებთ, ყდის დიზაინი დამტკიცდება, ну, ხელშეკრულებას არ გავაფორმებთ, მაგრამ მაინც შესრულდება ყველა პირობა. ერთზე მეტი ამოცანა ვერ შესრულდება. ოკეი, ამ შემთხვევაში ერთზე მეტი ამოცანის შესრულება თუ გვინდა, ჟურნალის სტატიების რეცენზირება გავაკეთოთ და ხელშეკრულება გავაფორმოთ. ამიტომ შვენივრად შესრულდება ერთზე მეტი, ანუ ორი. ну, სამივე ვერა, მაგრამ ორი შეიძლება. თუ ბეჭდვის ხელშეკრულება გაფორმდება, სტატიების რეცენზირებაც აუცილებლად შესრულდება. ესე იგი, ხელშეკრულება თუ გაფორმდება, ეს ნიშნავს იმას, რომ ყდის დიზაინზე უარის თქმა მოგვიწევს. ყდის დიზაინი თუ არ გაკეთდება და იმის გამო, რომ ჟურნალის სტატიების რეცენზირებასა და ყდის დიზაინის შორის ერთი მაინც აუცილებლად შესრულდეს, ну, მოკლედ, ყდის დიზაინზე უარის თქმა აუცილებლად გამოიწვევს რეცენზირების დაკმაყოფილებას. ამიტომ დეპასუხი საინტერესოდ გამოიყურება. შევალოთ თვალი ეპასუხს, თუ სტატიების რეცენზირება შესრულდება, რეცენზირება ოკეი. მაშინ ყდის დიზაინი ვერ დამტკიცდებაო, რატომ? აქ პირველ დებულებაში ესენი არ არის ერთმანეთის ალტერნატივა, ხო? ანუ შეიძლება ორივე იყოს, ერთი მაინც კი არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ერთი. იმდენად შეიძლება ყდის დიზაინიც დამტკიცებულიყო. ამიტომ გამოგვივა აქ მეორე ამოცანაში დე პასუხი.